გიორგიმ ცხრაღვინის არომატი უნდა ამოიცნოს, აქედან მხოლოდ ერთი შეეშალა. მესამე კვირა, რაც ამ პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს ქართული კულტურის ღვინის ცენტრის ხელმძღვანელი ანა გოდაბრელიძე უტარებს. იგი ასწავლის როგორც მეღვინეებს, რათა გაიხსენონ და აიმოღლონ თავიანთი ცოდნა, ასევე მოყვარულებს. 13 ლექციას ვატარებთ. ეს არის ღვინის ტექნოლოგია, თეთრი ღვინის ტექნოლოგია, წითელი ღვინის ტექნოლოგია, ღვინის კულტურა და ისტორია, რაც აუცილებელია. როგორც აღნიშნე გვინდა, რომ არა მარტო ღვინის დეგუსტირება ისწავლონ, არამედ მთლიანად დარგში რა ხდება. ღვინის ხარისხის გარჩევა და სწორად დეგუსტაცია აქ 500 ლარი ღირს. შემდეგ კი დაგემოვნება ფესტივალებზეც შესაძლებელია. ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის კლუბის ხელმძღვანელობით თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, ოჯახური მარნები კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიდან და ლეჩხუმიდან. მაისის მეორე შაბათი ყოველ წელს იქნება ახალი ღვინის დღე, შეიძლება ითქვას. დაახლოებით 200-მდე შეიძლება მეტი არ დაგუთვლია ნამდვილად, მაგრამ ძალიან ბევრი დასახელების ღვინო არის წარმოდგენილი, იშვიათი ჯიშები. აქვე შეგეძლო კომპანია ხოხბის წრემლების ღვინის დაგემოვნება. მისი სახელწოდება ერთ-ერთი ქართული თქმულებიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ დიდი ძალისხმევით დაყენებულ ღვინოს შეუძლია სიხარულისგან ხოხბის ატირება. ეს ჩვენთვის არ არის სასმელი, ეს არის ნაწილი გულს, ნაწილი სულს, ნაწილი ისტორიას და პირველ რიგში ალბათ მადლი არის. უცხოელ და ქართულ სტუმრებთან ერთად ფესტივალზე იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავაც. მან მუზეუმის ეზოში ჭურს თავი მოხატა და ღვინო დააგემოვნა. ძალიან მომეწონა ბევრი ღვინო, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ართანულ საფერავს. ძალიან მომეწონა, აი ზემოთ იყო. ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება, კულტურის დახვეწა, დავიწყებული ტრადიციების გამოცოცხლება, ეს ყველაფერი ღვინის კლუბის მიზანს წარმოადგენს. გავლიოთ კარგი ღვინო და ვიყოთ ჯანსაღი ცხოვრების მომხრენი ყველანი და ღმერთმა დაგლოცოს, გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს. ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო თელიანი ველი, რომლის ვენახებიც თელავში მდებარეობს. გვაქვს ქაწითელის, საფერავის, მწვანეს, კაბერნეს, სოვინიონის, ჯიშის ვენახები. წლევანდელი მოსავალი ძირითადად ზოგადად ჩვენ ვენახებში კაი მდგომარეობაშია. ჩამოსხმამდე ღვინოს დიდი გზა აქვს გასავლელი. ლაბორატორიაში დგინდება ღვინოში შაქრის შემცველობა, ალკოჰოლი და სიმჟავე, ეწოდება მიკრობიოლოგიურადაც. დუღდება ღვინო, გამოიყოფა დისტილატი ალკოჰოლი. ეხლა ვზომავთ ალკოჰოლს. ვზომავთ სიმკვრივეს. და შემდეგ ცხილში ვნახულობთ შესაბამის ალკოჰოლს. 13 და 0 არის ალკოჰოლი. ამ პროცედურების შემდეგ ღვინო სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით ხარისხდება, ბოთლში ისხმება, იხურება და ეტიკეტი უკეთდება, რის მერეც უკვე მზადაა წარმოებაში გასასვლელად. ეს კი თელიანი ველის ენოთეკაა, სადაც წარმოდგენილია მათი ღვინოები. უძველესი სარდაფი კი წინანდალშია, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის მარნის ბაზაზე შეიქმნა. აქ ინახება სხვადასხვა წლების და დასახელების ქართული, ფრანგული და ესპანური ღვინოები. სულ ინახება 16500 ბოთლი 70 დასახელების. 500-მდე არის მე-19 საუკუნის, დანარჩენი მე-20 საუკუნის. ყველაზე ძველი არის პირველ უჯრედში, რომ არის ეს ორი ბოთლი 1814 წლის პოლონეთის თაფლი. ეს არის თაფლზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი. ქართველები ღვინის მოყვარულიერი ვართ, სწორედ ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ღვინო პოპულარული და გამორჩეული იყოს.